პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო ისეთი ფართო მოცულობის მქონე გადაცემას პირდებით, რაც ეხება უშუალოდ ქართული სპორტისა და დოპინგის ურთიერთობას. მოხსენებად ეხა გასულ წელს სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ზოგი გამომზეურდა, ზოგი ნაკლებად ისეთ აქ არ არის რაღაც კონკრეტულ სპორტის სახეობებში და კონკრეტულ სპორტსმენების მიმართ ჩვენის. აქ არის საერთოდ გლობალურად, რა დამოკიდებულება აქვს უშუალოდ თანამედროვე ქართულ სპორტს. რატომ უსვავ ხაზს? იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები, რომელიც ეგრეთ წოდებულმა გადამ ეს გახლავთ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო მისი შექმნიდან და საკმაოდ ძლავრი ნაბიჯები გადაიდგა, იყო ძალიან რთული პერიოდი. ეს იყო ეპოქა, როცა ჯერ უნდა ასე მიგეტანა და თუნდაც ჩაქუჩი ჩაგეჭედა მავანი მაშინდელი სპორტის მესვეურებისთვის, უგნებავთ ამა თუ იმ სახეობის ფედერაციის თავკაცო და ნაკრებთა იმისთვის, რომ ეს იყო აუცილებელი და გარდაუვალი ნაბიჯი და სხვა მხრივ სპორტსმენის და თავადაც დაღუპულნი იყვნენ, იმიტომ რომ რაც შეეხება ვადას, ეს გახლავთ სოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, მან ასე ერთიანი თავმოყრა და აკუმულირება შეძლო. არ არის დიდი დრო გასული, სხვათა შორის სულ რაღაც 26 წელი 1999 წელს, არა, მანამდე სერიოზული ლაბორატორიები და მუშაობა უკვე მიდიოდა, უკვე ხდებოდა მხილება და ხდებოდა განახლება უშუალოდ აკრძალული სამედიცინო პრეპარატების, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებს შორის პარიტეტულ საწყისებზე გაფორმებულ ურთიერთობებზე. და აი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ადამიანი, ვისის სახელი შთამბა შემიძლია თქვა, რომ კაცი ლეგენდა, ვის სახელი უკავშირდება სწორედ გადას დაარსებას, მის ფუნქციონირებას და ის რომ დღეს ჩვენ ასე როგორც ჩვენ ხასიათს ეხა ნახევრად ხუმრობით ვეთქვი და მთლიანად დოპინგმა არ წაგვლეკა და არ ჩაკვლაპა. გახლავთ ბატონი პალიკო კასრაძე, ვისაც ფართო საზოგადოების წინაშე რა თქმა უნდა არ ჭირდება წარდგენა, მოკლედ გაგაცნობთ, გახლავთ პროფესორი და აკადემიური რექტორი ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სპორტული მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტი და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ანტისადოპინგო რეგიონული ორგანიზაციის თავკაცი, არაერთი კვლევისა და ნაშრომის ავტორი და ამ მხრივ მე გადაცემის დაწყების წინ ბატონ პალიკოს შევახსენე სპორტული პათოლოგია, ერთ რამეს ღირს, თუ კი არ არის ხელი მიგისწვება და შეგიძლიათ გამოიწეროთ, უბრალოდ გირჩევთ სპორტსმენებს, სხვათა შორის და ასევე სხვადასხვა ნებისმიერი სახეობის ასე მართვაში და გუნდებთან და ნაკრებებთან მიმართებაში მყოფ ადამიანებს, რომ უბრალოდ ასე თვალის გადავლება ეს არ გამოდის, ხო? ტოლსტოი ჩაიზეო, დოჩანაშვილი რო ამბობდა. ამას ხო ბატონო პალიკო ჩაჯდომა ჭირდება, მაგრამ იმდენად კარგად და გასაგებ ენაზეა ეს ჩამოყალიბებული, რომ ადამიანს, რომელსაც აქ ელემენტალური განათლება, ხო? და ის ეხა პოლ პარკეტნის სასტავს არ ვამბობ, იმაცი არ ვამბობ. ნამდვილად შეძლებს ამის გაგებას. ამაზე ცალკე გადაცემას აუცილებლად შემოგთავაზებთ. ეს არის კიდევ ბატონ პალიკოს არ შეიძლება უდიდესი მადლობა არ გადაუხადო, რომ ამავდროულად ის გახლავთ ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში სპორტული მედიცინის, რაც სხვათა შორის ათეული წლების განმავლობაში ამაში ნებისმიერი ვეტერანი სპორტსმენი სამწუხაროდ და სინანულით აღნიშნავს, რომ ჩვენ დროს რო ამის მიათედი ყოფილიყოსო, უბრალოდ საუბარია იმ პათოლოგიებზე, ისე დაავადებებზე, ისე ტრავმებზე, რომელიც არაერთი უნიჭიერესი სპორტსმენის კარიერა შეიწირა. დღეს კი მსგავსი ტიპის პათოლოგიები და ტრავმები 2-დან 3 კვირამდე ხშირ შემთხვევაში ხდება მათი ლოკალიზება და ერთი თვის შემდეგ ეს ისე ზოგადად დაბრუნება. აქ საუბარია ფუნქციონალურ დიაგნოსტიკაზე, ტრავმის ხარისხის განსაზღვრაზე, შემდგომ მისი მკურნალობის კურსზე, ანუ რეაბილიტაციაზე და ეს ყველაფერი ბატონ პალიკოს. მაგრამ დღევანდელ გადაცემაში ბატონ პალიკო ჩვენ საუბრობთ გადას შესახებ. მაშასე ბატონ პალიკო მე-4 საუკუნემ ცოტა მეტმა განვლო ეს ვადას დაარსებიდან, ანუ მსოფლიოს ანტისადოპინგო და ახლა უშუალოდ მოდით დინამიკას რომ მივყვეთ და ჯერ არსებულ პრობლემებზე, ამჟამად არსებულ პრობლემებზე ოდნავ მოგვიანებით ის რაც დღეს ქართულ სპორტულ სამყაროში არსებობს, მით უფრო რომ ერთსაც ვიტყვი და მთლიანად დაგითმობთ ეთერში ბატონო, რომ ვადა სულ უფრო და უფრო აფართოებს თავის ნუსხას იმ აკრძალული სამედიცინო პრეპარატების და
ასევე სასჯელს. ერთადერთი დარჩენილი აქვს ბატონო ბალიკო შემისწორეთ უცდები, რომ ვადას აქ სააპელაციო საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო, მაგრამ იქ თუ მოგეცარა ხელი და იქ უკვე ისეთი მტკიცებულებებით არის ვადა როგორც მომჩივანი მხარე, იქ თუ მოგეცარა ხელი პირობითად უხეშად რო ვთქვა, თუ გაძლევენ 2 წელსაც შეიძლება კარიერის ბოლომდე მოგცენ დისკვალიფიკაცია, ხო? აი ერთ-ერთი ქართველი სპორტსმენის არ ყავს, გვარს არ ვიტყვი. იქიდან წაუვიდა ვადა, მეტი და არა იქიდან სადაც დაამთავრა ყველა აპელაცია. აპელაცია საერთოდ რო არ შეეტანა, აპელაციის დაწყებამდე დაამთავრებდა იმ ვადას, რაც იმ ვადებს, რაც ჰქონდა განსაზღვრული იმას. ბატონო ბალიკო, რა ხდება? ეხა დინამიკით მივყვეთ, აი ამ თითქმის ჩვენთან 2009-დან ფუნქციონირებს, ხო? 2004 წლიდან დავიწყეთ. 4-დან, უკაცრავად, 2004-დან რატომ ახსოვდე? 2004-დან უკვე ოფიციალურად ჩავთეთ 2006-ში დავაფუძნეთ. 2004-ში ჩვენ აუცილებელი იყო რომ რაიმე ორგანიზაცია ქონოდა ანტიდოპინგური, იმიტომ რომ უკვე საერთაშორისო სპორტულმა მოძრაობამ დააწესა რომ თუ ქვეყანაში არ არის ანტიდოპინგური სამსახურის რაიმე ისა ოლიმპიადებში და დიდ შეჯიბრებებში მონაწილეობას ქვეყანა ვერ იღებდა. აქედან გამომდინარე რომ საქართველოს მიეცემოდა თუნდაც 2004 წლის ოლიმპიადაზე ათენში მონაწილეობის უფლება, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მოვაგვარეთ ეს საკითხი და რაღაცა დავიწყეთ, შემდეგ მაგრამ თქვენ მანამდე უკვე სერიოზული წინაპირობა და დიდი შრომა გქონდა. ეს ბოდიში ასე არ შექმნილა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ კოდექსი აი ამ სახით თავიდან პირველადი სახით რომელიც იყო 2003-ში მიიღეს. 2020-ში ჩვენ დავფუსტეთ. 2023-ში უკვე გამოვიდა ის რომ და კოპენჰაგენში სადაც ბატონმა ირაკლი მეძმარიაშვილმა და ზურაბ ყახავრიშვილმა მოაწერეს ხელი, მაშინ ისინი იყვნენ კოპენჰაგენში და შემდეგ პარიზში 2009-ში იუნესკო ესე იგი ნიშნა მოხდა და ევროსაბჭო. 9 იუნესკო და ევროსაბჭო, აი იმიტომ მას 2000 ის ევროპა იყო და რახან ევროპაში იმასა მე მთელი სოფლიო რომ მოცულიყო, ამიტომ იუნესკოში გადავიდა და იუნესკოს ეგიდით სოფლიო მოიცვა უკვე ამ წესებმა. ნუ ეხლა მე რა გითხრათ, საქართველოში დინამიკურად მიმდინარეობდა, ჩვენ არ ჩამორჩენილვართ ამ იმას. ერთი რაც ყოფილი საბჭოთაკავშირებიდან, რასაც მე სიამაყით შემიძლია გამოცხადო, ეს არის ის, რომ თავიდანვე ჩვენ ავირჩიეთ იურიდიული ფორმა ამ ჩვენი ორგანიზაციის, როგორც არასამთავრობო, ისა რომ არ ყოფილიყავით ინტერესთა კონფლიქტში. და ამეთი ჩვენ ძალიან გამოვირჩევოდით ყოველ შემთხვევაში თავით და ეხლაც ესეა სხვათა შორის, და რომ უჭირთ სახელმწიფოებს. ეს სახელმწიფო ბიუჯეტში არ ზის, ხო, ბატონო ბალიკო, თუ სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადად არ ზის, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტში ისიც როგორ არის, სახელმწიფო ვალდებულია, იმიტომ რომ სახელმწიფო არის იმის სოფლიოს კი, სახელმწიფო თვითონ არის ხელმომწერი კოდექსი. და პარლამენტს აქვს. იმიტომ რომ ეს ლაბორატორიები, ეს თანამშრომლები, ეს სიჯები, რომელიც უძვირესია, ხო? კოდექსი აქვს პარლამენტს მიღებული. ანუ არის ორგანული კანონი, რომელიც უნდა შეასრულოს სახელმწიფო. ნუ სპორტულ სამინისტროს სახით, ანუ ხა ვისი დავალებაც იქნება და იქ გარკვევით წერია სახელმწიფოს აქვს ვალდებულება რომ ეს დააფინანსოს და იმას. ქონდა იყო ერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ შეეცადა თქვათ გერდი აევლო ამ დაფინანსების მომენტს და უცბად ისეთი დიდი სანქციების რისკი წამოვიდა ვადადან, ამ სოფლიო სააგენტოდან, რომ იმ წუთში უკან დაიხიეს პარლამენტმა უცბად გააკეთა რეაგირება, სხვა შორის მაშინდელმა პარლამენტმა და სამინისტროს უკან დაახევინა ამ შემთხვევაში და აუხსნეს, რომ ესე არ შეიძლება, იმიტომ რომ მთლიანად საქართველო რჩებოდა სპორტის გარეშე საერთოდ, საერთაშორისო სპორტის გარეშე. და მე მინდა გითხრათ, რომ აქ საქართველოზე კი არის ლაპარაკი, დღეს მაგალითად როგორც კი სახელმწიფო უხეშად ჩაერია ანტიდოპინგურ საკითხებში, პრობლემა დააყენეს ესპანეთის ბატონო. ეგეთ, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ესპანეთი და საერთაშორისო იმიდან, ანუ თქვენი მოწონებული რეალი და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გარეშე რჩება და ასე შემდეგ და ასე ესვით, ანუ არა აქვს, ანუ თუ დაარღვევენ, ხო იცით როგორ არის, რომ არ უყურებენ ესპანეთია, საქართველოა თუ პატარა მონაკო არის.
ყველას ერთნაირი სტანდარტებით არა, ეს აშკარა შეურღებელი თვალით, იმიტომ რომ მე პრეცედენტს ვერც გავიხსენებ, ადრონვალიკო, თქვენ თუ დავიხარებით, რომ თუნდაც ვინმეს მიმართ ოდნავ ლომობიერი დამოკიდებულება ქონოდეთ, ვიღაცას რო ეთქვა, რომ აი ამ დამსახურების გამო პირიქით აქ იქნება შტაბეჭდილება, რომ რაც უფრო ტიტულოვანი და ცნობილი სპორტსმენი ხარ, უფრო მეტი პასუხისგებლობა და უფრო მეტი სიმკაცრე. მეცაც გეტყვით, ბატონ დიტო, იცით რა შეასაქმე, რომ თვითონ ეს კვლევა და ეს საქმიანობა არ არის, ესე იგი, იაფასიანი და თვითონ ლაბორატორიაში ტესტირების ჩატარება, გაგზავნა და ასე შემდეგ. ხშირად არის ხოლმე, რომ ვიცი, იმ წუთში წამოეჭრებათ ხოლმე სპორტის მოსვეურებს, რომ მოდი ჩვენ გავაკეთოთ ლაბორატორია და ჩუმად ვაკეთოთ ეს ტესტები და რაღაცა და ეხლა ეს ისეთი თემაა, რომელიც ჯერ ერთი ძალიან კარგად იციან, რომ ეს ყველა ეცდება ამას ეს და ჩვენ ვერავის არ მოვატყუებთ, ძალიან მალე გაიხსნება და მეორეც ერთი წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს ერთი ლაბორატორია რო გაიხსნას, თუ ამის უფლება მოგცეს. ღირს 48 მილიონი ევრო ერთი ლაბორატორია, რომელსაც მუდმივად თან ჭირდება განახლება და თანხა და ყოველწლიური მართვა არის 12 მილიონი ევრო. მარტო მართვა. წარმოგიდგენთ ეხა და თან ეხა გესვით ხო აქედან გამომდინარე ესეთი ლაბორატორია თან მომგებიანი სერვისი არ არის მე მინდა იცოდეთ ესეთ აი რომ კომერციულად ხო არა მესმის არა ხო და აქედან კომერციული კუთხით თორე ისე სასოცხლო მნიშვნელობა ძალიან დიდ მასშტაბებზე უნდა გახვიდე რომ კომერციული იყოს და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი და აი ეს თემა ამიტომ უცბად იკარგება ხოლმე როგორც კი ფინანსურ საკითხებში მეორე საკითხია ის კრიტერიუმები რომელსაც საქართველოს ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს იმიტომ რომ რაოდენობა უნდა იყოს იმდენი რომ ოდნავ მაინც შეესაბამებოდეს აი ამ დანახარჯებს, გესმით, რაოდენობა. კიდე გამომდინარე საქართველოს და მთელი რეგიონის რო გავაერთიანოთ, რაოდენობა ამხელა ვერ იქნება. ეს ლაბორატორიის თემაზე რაც შეიძლება მეთქვა და დანარჩენი ახლა მეტყვი და აქედან გამომდინარე ეს აი ამჟამად ჩვენი ძირითადი მისია რა არის ბატონო ბალიკო მისიას მაბდი და არა გლობალურად არამედ ხედელებაში მაგ აი რამდენად მორჩილნი არის აი პრობლემას ახლა რაც ახლა წამოიჭრა პრობლემა გეტყვით რა ჩვენი თავარი მომენტი არის ესეთი პირველი სამი მიმართულება გვაქვს ერთი განათლება რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ მეორე ტესტირება სამედიცინო განათლებაზე არა ხო აი ამ ანტიდოპინგური განათლება რა რომელიც უშუალოდ სამედიცინო სფეროს მოიცავს ქიმიას და ფიზიკის გარეშე არა იქ ახლა ქიმიას და ფიზიკას ახლა მე მესვის ის რა თქმა უნდა დაკავშირებულია ამასთან მაგრამ იქ ამ დონეზე ჩვენ განათლებას სპორტსმენებს არ ჭირდებათ გესვეთიქ ბიოქიმიური ანალიზები და რაღაცები არა კონკრეტულ მესვეურებს ხო ჭირდება ნუ ვიღაც ხონდა ხავდეს გვერდით თქვა უნდა სწორედ განათლება მეჭირდება სწორად გაიგო რა წერია ამ ძალუსიაში და მეორე მხარე არის ტესტირება როცა ტესტირება არის ის პროცესი როდესაც შემაკავებელი ეფექტი აქვს რომ სპორტსმენმა არ მიიღოს ეს იმიტომ რომ ტესტირების შედეგად შეიძლება დადებითი ტესტი ჩავარდის შემთხვევაში მან დაკარგოს სპორტული კარიერა ადრე როდესაც ოპერატიულად 2 წელი იყო ეხლა ახლანდელი კოდექსით უკვე როგორ არის იცით 4 წლამდე აი ეს მდე უკვე როგორი მომენტია იცით ეს შეიძლება 2-იც იყოს 3-იც იყოს 1-იც იყოს უკვე გეძლევა ადრე თუ არ იყოს საშუალება რომ გედავა ან რაღაცა ეხლა მეტი საშუალება მიეცათ თუმცა საფუძველი უნდა კონდეს და არა ეხლა ხო რა თქმა უნდა წარმოაყენოს აი ჰარაროზე რომ აუ მე არა არ მიმიღია ეგრე მარტო არა ესე მთელი მსოფლიო ასე ყვირის რა და განათლებაში წარმოიშვა ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იცით რომ სპორტსმენებთან ვატარებთ ძალიან ბევრს მუშაობთ ამ მიმართულებით განათლებას და იმას ვატარებთ მათთვის სპეციალურად ვამზადებთ რომ არ იყოს ხანგრძლივი რომ არ დაიღალონ თან ესეთი მარტივად მივაწოდოთ მაგრამ აქ წარმოიშვა მეორე მომენტი აღმოჩნდა რომ მარტო სპორტსმენებისთვის ეს განათლება არ კმარა ეს ასეთი განათლება თურმე აღმოჩნდა რომ საჭიროა მწვრთნელებისთვის
სპორტი ხელმძღვანელობას ფედერაციის ხელმძღვანელებს რატო? იმიტომ რომ როგორც კი რაღაცა პრობლემები წარმოიშობა და მე მინდა გითხრათ რომ წარმოიშობა სწორედაც იმიტომ რომ მე გითხარით რომ IAFIS-ი ამოვნება არ არის ეს ტესტირება და ესეთი იმის ჩატარება და აქედან გამომდინარე ის არჩევითად ტარდება ყველას ვერ უტარებთ ახლა ბავშვებს და იმებს მაგრამ უტარდებათ უმეტესწილად მაღალი კლასის სპორტსმენებს ანუ წარმატებულ სპორტსმენებს ანუ ელიტას ანუ სპორტულ ბომონდია ამაში ჩართული გესმით ბომონდს იმიტომ გულისხმობ რომ წარმატებული სპორტსმენებით ყველა ამაყობს თქვენც მეც ისა და პოლიტიკოსების და ყველანი ეს ჩვენი მოიწყვიან მონოპოლარია ჩვენი ქვეყნის და ეს თავისთავად ხადია მეტიც რა ფაქტია ჩვენ დღევანდელ ეპოქაში რამის ერთადერთი სავიზიტო ბარათად გადაგვჭირდა ჩვენ ახლა რო იცოდეთ ტალახაძეს რამდენჯერა აქვს ეს ტესტი ჩაბარებული ნუ შეიძლება გაგიჟდეთ იმდენჯერა ზოგს ჩვენ ვატარებთ თან მაგათია და აღარ არის ადრე გაწერილი ვადები არის შეიძლება თქვენი არ იყოს ყოველკვირა ჩაგაბარებინო ამას ვერ გაიგებ როდის დაგეცევიან თავს ამას არა მნიშვნელობა არ აქვს როცა უნდათ მაშინ თან შეიძლება მიჯრით გააკეთო რომ აი ეს გამორიცხვის პრინციპი ეს ვალდებულება წერია კანონში გესვით ასე რა თქმა უნდა მაინც ითვალისწინებენ ალბათ მაინც რომ ახალ ჩატარებული შემდეგ აღარ აკეთებენ თქვათ რაღაც ამას მაინც ითვალისწინებენ რომ ზედმეტად არ გაწიონ ეს ძვირადღირებული ხარჯები მაგრამ ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობით შეუძლიათ ნებისმიერ დროს აკეთონ აი ესეთი მომენტები და ვრთელები და იცით რატო როგორც კი ესეთი რაღაცა უარყოფითი რაღაც მოხდება ამ მიმართულებით. შემდეგ იწყება უზარმაზარი ესე იგი მე წამოვდიან უცბად გამოჩნდებიან ეს წამყვანი მწვრთნელები, ფედერაციის ხელმძღვანელები ისინი და იწყებენ აი ნუ რა გორდა რა და უცოტა ამ დოპინგ საკითხებში ხდებიან ექსპერტები. ცდილობენ ყოველ შემთხვევაში რომ გახდეს. არა ეს საშინელება ნუ არა მე ვერ წარმოვიდგენე მე ხარ რო ვიყო სპორტული ფუნქციონერი და მე არ ერევიან ამ საკითხში მე ნახე ესეთი რომ არ იწორებენ კიდევაც თავს რომ საერთოდ არ ერევიან არც იხედებიან დოპინგისკენ არ აინტერესებთ ეს თემა იმიტომ არ აინტერესებთ რატო არ ვიცი და როგორც კი ჩავარდება მე აინტერესებთ აი თქვენ ორგანული კანონები ბრძანეთ მაბადიეთ ადამიანების მონაწილეობა არის შიდა კანონმდებლობა არავალდებულებთ ვადონობალიკო თქვენთან თანამშრომლობ ჩემს ნებასურვილზე ხო არ არის მე ვთქვა ვარ ამა თუ იმ ფედერაციის ხელმძღვანელი მე ვადონობალიკოსთან ეხლა გვინდა სწორედ შემოვიღოთ ესეთი წახალისება რომ ჩვენ სერტიფიცირება გავაკეთოთ სწორედ იმ მწვრთნელების და მივცეთ ეს სერტიფიცირება ვადასთან უკვე შეთანხმებული ვართ ვისაც გავლილი აქვს სრული კურსი ამასთან შეკავშირებით იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა მთავარი სტილი ან მწვრთნელი საერთოდ გუნდი იქნება თუ ინდივიდუალური სახეობა არის წამყვანი ფიგურა ავტორიტეტი რომლის სიტყვასაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ტაქტიკური და პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ცხოვრებისეული სხვა საკითხებით, მათ შორის დოპინგით. და ამ შემთხვევაში, როდესაც მწვრთნელი სწორ რჩევებს აძლევს სპორტსმენს, იმიტომ რომ ის მისთვის ავტორიტეტია სპორტსმენი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, სწორად გამიგეთ რა, იმიტომ რომ სპორტსმენმა იცის რომ დამოკიდებულია მწვრთნელზე, ან დააყენებს გუნდში, ან არ დააყენებს და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე, ცდილობს გაითვალისწინოს ყველა მისი მოთხოვნა. და აი ეს მომენტიც რო კონდეს მწვრთნელს და ამ მიმართულებითაც დამუშევარი სპორტსმენთან ძალიან კარგი იქნება. და აი ამ ხარვეზის შევსებას ვცდილობთ აი ამ განათლებით და გვინდა რომ ეს გავაკეთოთ გესმით. ბადონბალიკო ერთი გულუყვილო შეკითხვა უნდა დაგიწყოთ ერთი შეხედვით გულუყვილო იმიტომ რომ საზოგადოების ის ნაწილი ვინც აქტიურად არის ჩართული საერთოდ სპორტულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრი სვავს ამ კითხვას და არ შეიძლება თქვენც არ მოხვედროდათ ყურზე რომ ბიჭო აი ვინც თქვენ გიცნობთ თქვენ ორგანიზაციას იცნობთ სოფლიო ანტისადომინგოს აგენტოს ეს ხალხი კითხულობს ხო ბოლო ამ ინტერნეტთან არის მიჯაჭვული და იღებს დღეში უამრავ იმ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ხო აქ რომ ესე იგი ჩიტი ვერ გაფრინდება უკვე ხო და რატო რისკავს სპორტსმენი არ კითხულობ რის იმედად რისკავს რატო შევეშვათ ამ კითხვას აი რის იმედად კითხე აი როგორ უხეჩად რო თქვა ეს მარტივად როგორ უნდა გამოძორეს იქიდან
ამაზე როგორ შეიძლება არ იფიქროს სპორტსმენი არ ფიქრობს ეხლა გუნდის და ფედერაციის და ნაკრების ექიმების თემა ეს ცალკე თემაა და ეგ ცალკე თემაა ეგეც პრობლემატურია ამას ემატება ბატონო ბალიკო ბევრმა არ იცის ეხლა საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რომ ძვირფასო მეგობრებო აქ მარტო დოპინგზე ის რა ზაგრძელებული სამედიცინო პრეპარატია რომელიც კუნთოვანი ქსოვილის ზრდას უწყობს თუნთქვით რეჟიმის აღდგენა არა ეს ცალკე თემა აქ არის უკვე ტრიაქსე აი ეგრეთ წოდებულ პლანაკეშებზე იგივე ბოდიში მომითხოვია და თუ გნებად მარფინისტებზე და ერთი ვიღაცა გამოჩნდეს და დაიწყოს ეხა იქ ერთ-ორ ხას მიამატებს თუ იმას მოსაწევი და ისო წამალი ერთი და იგივე არ არისო და რაღაცა მსგავსი სისხლელი და დეგენერატობა და აი აქ უკვე სერიოზული პრობლემები იქნება ხო ალკოჰოლური ინტოქსიკაცია არ არის ხო თუ ესე გარკვეულ სპორტის სახეობებში შედის მოიცეს 5 ლიტრი რო დავლიო ნორმალიკო გავადობი შეუხეშა თავისი წესებია იქ და რაღაც გარკვეულწილად ალკოჰოლს გარკვეულ სახეობებში შედის ეხლა თუ წარმოგიდგენთ ეხლა შეიძლება გაგეღიმოთ მაგრამ ეხლა მშილდოსანი და ანტყვის როლი არ უნდა გავიდეს ხო გასაგებია სად გაისვრის ხო ნასავსე ხო საშეჯიბრო ტესტირების დროს არ უნდა იყოს ხო მართლა ტესტია არა ხო არა სასაჯიბროში და თავის დაუცხადე ეხა იქაც არ სროლა ხო არ უნდა დაიწყოს დასალმა რა ხო მაგრამ ეხა ხო წარმოგიდგენიათ ეხა 20 და პარაშუტის ხტომათ არის ეგეთი სპორტის სახეობა არა რა გინდა ეხა სათამაშო სახეობია ეგეთ ეხა არა ნუ სათამაშო სახეობებზე გაჩემ მეგობრებო ოსმალეს მეგობრთელი ხო ეხა გვარს არ ვიტყვი სოფლიო რეკორდი დამყარებული უბრალოდ ისე მაგალითისთვის დრო გვააკრო მოკლედ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის თან ის არის მეორე ლიგა ნუ პირველი ტაიმი გათავდა თბილისში თამაში ვაგებთ 1-0 არის გუნდის სამყარო ფორვარდი და გოლიადორი არ გამოდის თამაშის წინა დღის ნაბახუსევია საერთოდ გამოდის კი არ ვერ ინწრება და შესვენებაზე გასახდელში აი ჩვენი ახალგაზრდობაში ყველაზე პოპულარული იყო ჟიგოლევსკი სამ-სამში ჩაცალა დატრიალებით ბოთლიდან პირდაპირ გავიდა მეორე ტაიმში დუბლი გააკეთა 2-1 დღემდე ვახსენებ მეთქი სენიორეს და ეს მეთქი ეხა მესი და რონალდო რო გადააბა და ორ-ორი ბოთლი პივა რო დაალევინო შესვენებაზე საერთოდ მოედანზე გაინძრევია თუ არა მეთქი ხო და ეს იმიტომ რომ ეს გენეტიკურად თორე ეგერ ხო ყავს ეჭო არ რა ვიცი აგერ ერთ რამდენმა გაფანტა და ის და რამდენია კიდე ეხა 9 დისკვალიფიკაცია მიგზა შიდა არ ვიტყვი არაფერი ეს ძველი ქალაქური ფრაზა რო არა ერთეული მაგრამ გააჩნია ზოგი ისეთი ერთეულია ბატონო ბალიკო არა ნუ ძალიან ცნობილი პიროვნება ძალიან ცნობილი პიროვნება ბახუს ნაბახუსებზე იგებდა თბილისის გრან-პრის როდესაც თბილისის გრან-პრი ძიუდოში იყო ნუ ხო წარმოგიდგენია რა ამყვანი აი ძალიან ყველა რო ჩამოდიოდა იმენა ნაბახუსებზე იგებდა და ყოველ წელს იგებდა არ ვიცი რა ერთი ნუ არის იცით არის ის თან იცით არის ხა მაგრამ იმის გარდა ხა ეს არ არის კაცო ერთ დიდ მეკარეს რო ეხვეწებოდნენ ის ხო გახსოვდეს იმაზე რომ ბიჭო თამაშის წინა დღეს მაინც არა გან მერედალი ის წინა დღეს არ დალიო იმდა არა იმისთვის მაინც აზრი არ გონდა მაინც გადირკავდნენ ბოდიში ამ სიტყვაზე მაგრამ მაინც ისე ხო რა თქმა უნდა ხო და აი ხა ბალიკო კარგი აი ეს αλკოჰოლური ინტოქსიკაცია ნუ ესეც აი მაგრამ ეს ტრიაკი რა უბედური რა იცით რა მე მინდა გითხრათ რომ ეხლა მართალი რო გითხრათ ეხლა ოფიციალური აი ჩვენი ტესტირების მეებში არ არის ესე ხშირი ტრიაკის თქვათ კანაბინოიდების ასე ჩვენ ესე ვეძახით უფრო კანაბინოიდების მოხმარება რატო? იმიტომ რომ საშეჯიბრო ჩვენ ესე ვსინჯავთ როგორც წესი არის ორი ტესტირება საშეჯიბრო და არასაშეჯიბრო. არასაშეჯიბრო ტესტირებაზე ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ესენი არ ისინჯება. ჩვენ არ ასე იგი იმდენად გესვით როგორ არის ეს ლაბორატორიასაც თვითონ იმდენად მაღალი მოთხოვნები აქ ხა შეუულია გასინჯოს თუ დათვიდა მაგრამ იმაში არ შედის რა ქვია აგზავლებებში რომ არასაშეჯიბროში აქედან გამომდინარე როგორც წესი ამ მომents როგორც წესი ხომ უფრო მეტად საჯიბრები მართლაც შეჯიბრების შემდეგ ან იმის შემდეგ ხმარობენ იცით თქვენ რომ წესით არის ხოლმე თუნდაც აი რაგბიში მესამე ტაიმი და ლუდის ძალება და რაღაც ჩვეულებრივი მიღებული თემა რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი ამბავია და აქედან გამომდინარე ეს და არც ისი მაგი არ შედის ტესტირების მაგრამ შეჯიბრებაზე
არ უნდა გავიდეს ახლა ტრიაკიანი და რა ქვია ალკოჰოლით არა შეჯიბრებაზე კი არა ექსპორტსმენი საერთოდ სპორტსმენი აღარ არის მოდი ესე ვთქვა და ეგ არის სამაგალითო არ ვიცი ისეთი ამ თაობას ეგ უნდა კიდევ ადრომალიკო რა თქმა უნდა მით უმეტეს ეს თუ მაღალი კლასის და უფრო გამოსtildeულ სპორტსმენებს ეხება რომლებისგანაც მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდებმა ეს კიდევ ორმაგად უფრო დამტვირთველია ეს უკვე თრთელმა უნდა არეგულიროს ჩემი აზრით შველმა და ექიმმა რა თქმა უნდა ხო ბანუბალიკო აი მე ამას ეხა დაუბრუნდები ექიმის როლს იმიტომ რომ იცით არა მე ერთადერთ ძირფასო მეგობრებო რაზე მწყდება გული არ მიქვენს რომ ეს ხდება იცით ეს შეუცევა და ეს შეიძლება მოხდეს საერთოდ ნებისმიერ და ხდება კიდეც ევროპის ამგვარ ქვეყნებში იგივე ოკეანის გაღმაც მაგრამ არ შეიძლება რა ამის მიჩქმალება რა კი მესმის რომ არ არის რა ეს უკვე მთლად შიდა სამზარეულო არა არ არის შიდა სამზარეულო და ამაზე ეს იმიტომ რომ როცა აქ თაობის აღზრდა იმიტომ რომ თაობა ამაზე იზრდება ბანუმბალიკომ აღნიშნა კიდეს დღეს ეს ჩვენი ერთადერთი სავიზიტო ბარათი დარჩა ეს ხმაურიანი საერთაშორისო სარბიელზე და საერთოდ სოფლიო არენებზე ხო ნუ აქედან გამომდინარე ამათი ცხოვრება უნდა იყოს სამაგალითო და თაობა რომ გაზარდონ მაგალითის მიმცემი ის სოციალური კუთხით გაცილებით უფრო დატვირთულია ვიდრე მათი სპორტული მოღვაწეობა და მათი სპორტული შედეგი ერთის მხრივ ეს მიხარია რომ დღეს გაიჟღერა როცა პირში ეუბნებიან ვიღაცა საერთოდ რომ უკვე ბიჭო ჩემთვის თავარი შენი სპორტული შედეგი კი არა შენი პიროვნება და შენი ღირსობა და შენი კაცობა და აი ეს შედი ზუსტად ამაში რა თქმა უნდა აი ამაში ზუსტად ბანუბალიკო ერთი არ შეიძლება არ გითხო დაქვე ამ ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიის შესახებ ნუ ეს ყოველთვის იყო და არის მაგრამ აი რეალურად თუ მომხდარა მართლა აი და მარტო იცით ალბათ გითხულობ რომ ხო შეიძლება ვიღაცა ფარული მტერი მყავს და აი ელემენტალურად თქვა კაფეში რაღაცა ვიღაცამ ჩამიგდო ამის საშროება არსებობს და ყოფილა ბადონობალიკო ასე აი ევროპაში იყო რამდენიმე გახმაურებული იქ თქვა მე ვერ ამტკიცებ ამას ნუ ეხა არის კამერები ყველაფერი ანუ ხო იმ მიმტანმა რა მომიტანა რა ვიცი ეხა ვიცით ამის იცით რა არის ეხა კეისები რომელსაც ჩვენ სწავლობთ ხოლმე ამაში და არის კონდა ჩვენ ეხა ბოლოში ეხლა ბოლო წლებში ეხლა ხალ კონდა ესეთი შემთხვევები სადაც ეს ცელობები იყო და ესეთი გავნების ძალიან რთულია ამის დამტკიცება და დადასტურება. ერთი ისეთი დადასტურება უნდა იყოს, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება. თავის. აქედან გამომდინარე ეს იურიდიული ძალიანი იურიდიული ძალა ჩვენთანაც და იქ წარსადგენია თქო მსოფლიოს არტის წარსადგენზეა ლაპარაკი, ტრიბუნალზე იქ რასაც გინდა ის გააკეთებ და მე დამაჯერებელი ხო უნდა იყოს და მე თან ეს რასაც გინდა გააკეთებ მართლა ეგრე კი არ არის. აქ თუ ის სწორად არ წარმართე საქმე. მე იქიდან მოდის იმხელა ჯარიმა, რომ შენ არასწორად გადაწყვიტე ეს საკითხი. და 5-დან 10,000 ევრომდეა გადასახადი. ვიცი რომ საკმაოდ და ეს არ არის პატარა ამ ჩვენი პატარა ქვეყნის ის პატარა ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ჯობია რომ სწორად წარიმართოს ეს საქმე და სამართლიანად წარიმართოს. მაგრამ ნუ ხანდახან არის ხოლმე ნუ ამრავი ჩარევებია აქეთ ხო იმიტომ რომ აქ საქმე არის და ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზაცია და მე რაზეც სადარაჯოზე დგავარ და ჩემი კოლექტივი რაზეც დგას მე მინდა რომ მადლობა უთხრა მათ ყველას აი თემური არის უკლება ახალგაზრდა იურისტები ყავს ძალიან კარგები სხვათა შორის და კიდე ძველი გამოსტილი ესენი ეს არის ის რომ ჩვენ კაცრად ვიცავთ წესს ის რაც არის სამძაული და რასთავარია დროულად დაწვით ფედერაციებს არავისთან აი ვისაც უნდა ყველას ვინმეს რო არ კონდეს პრეტენზია რომ აი ისე უხეშად კონკრეტულ პრეპარატზე რომ მე კი მივიღე მაგრამ მე ეს არ ვიცოდი და არ გამომთხილა გადამ ეს ხო გამორიცხულია ანუ პროტოკოლით გაწერილი ის რომ არა ეს ვალდებულია ერთი მოდით თქვა ეს საერთაშორისო დონის სპორტსმენი ვალდებულია რახან არის საერთაშორისო დონის ის კეთილი ინებოს ჩვენთან ვერ ნახავს ან არ დაესწრო თქვა ჩვენ სემინარს ან არ იმასა მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ აწვდით ისედაც რეგულარულად ყველას ვაწვდით და ყველაფერი და ყოველწლიურად და თან განახლებადია ახლდება აი ვადამ აპატიეთ პირობითად დაამატა ვადამ დღეს 5 პრეპარატი ვიცი რომ შუა დღეს თუ დაამატა საღამოს უკვე თქვენ საიზე არის ძალიან წელიწადში ერთხელ იცვლება მინდა გითხრათ წელიწადში ერთხელ იცვლება თან გვეუბნებიან რაც არის კვლევის სფეროში რაც არის ის
პრეპარატები იმასაც გეუბნებიან, რაღაცები აკლდება, რაღაცები ემატება, იმის მიხედვით ეს დინამიკური პროცესია, გესმით? არის კვლევა არის რაში, იცით რომ ხომ იძლევა თუ არა ის ხელოვნურად ზრდის თუ არა შედეგებს. აი ამის მიხედვით მიდის შესწავლა, თუ ის ხელოვნურად ზრდის, ესე იგი ვიღაცასთან შენ იღებ არა კეთილსინდისიერ უპირატესობას. აქედან გამომდინარე ეს უკვე აკრძალულ სიაში შეყავთ. ჩვეულებრივად რა სპორტული თვალითობა. ის არის. რომ ყველა სპორტსმენს აქვს უფლება მიიღოს სამართლიან შეჯიბრებაში. რომ ის დარწმუნებული იყოს, რომ სხვა არ აჯობებს თქვათ რაღაცა არასწორი გზებით. და მეორე მომენტი რაც არის ამისი ჩვენი სფერო ამისი, ეს არის ჯანმრთელობა. უზარმაზარუნებას აყენებს. აი ამ თემაზე კი ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი სპორტსმენებთან. მეორე გადაცემაში მაგრამ ამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის მეორე სხვათა შორის საპირწონე. ეს არის ფინანსური ანაზღაურება. რომელიც მაგრამ სიცოცხლე როგორ შეიძლება რაგიდან თანხის მესმის სპორტი ახალგაზრდა ხალხის საქმეა ხშირად ამდენს ვერაზრონებენ ზოგადად ასაკში თუ დახეიბდი და ჯვარი წერია და სიცოცხლეს ყველა მადლი დაგარგე რაღაცებზე მოქმედებს იმდენია ეგ არ ბრძანო ეგ უშვილობა და რა ვიცი ეგ და თვითონ იყვადაღებულ პოტენციის დაქვეითება ხშირ შემთხვევაში განადგურება ამის გარდა გულდა მოკლედ ხეიბარი ხდება რა ძალიან უამრავი რატო არიან მე და ბოდის ეს ფრაზა შემდეგ რომ გადატვირთვას თავისი მიაქვს რა თქმა უნდა მაგრამ ამ ხარეს მიაქვს კიდე ბანოვალიკო ეხლა პატარა ვექილობა მინდა ვიგის რომ ამ სპორტსმენების და სულ ხშირ აი ოდითგანვე აპელირებენ ასე რომ ბიჭო კი რაღაც პრეპარატი მომცა ექიმმა მივიღე მაგრამ ეს იყო უშუალოდ აი სეზონური ვირუსული გრიპის საწინააღმდეგო გაციების და ცოტა ხო არა გამკაცრებული ვადა სამხრივ არა გითხრათ გეტყვით ეხლა მართულებითაც ამით ამიართლოს გვიდა ცოტა გავაღრმავოთ იცით ხდება ესეთი რაღაცები რა თქმა უნდა რაღაც დაავადება არის უცბად ექიმს არ ეკითხება სასწრაფო ან მოიწამლა და უგონო მდგომარეობაში შეიძლება სასწრაფო მოხდეს კი მოგებაში ისა ვადას ის რეტროგრადულად თავისუფლად შეიძლება იმ ცნობის ხო გაიარა რა სამედიცინო მომსახურება იქიდან ცნობის რომ ჩება იქ ჩანაწერი ყველა კლინიკაში და იქიდან ამონაწერით იმით ჩვენ აძლევ თერაპიულ ნებართვას აქედან იმიტომ რომ მას ქონდა რა თქმა უნდა და ამაზე ვადა არ გვეცინააღმდეგება თუ ეს თერაპიული ნებართვა არსებობს არანაირი იყოს კლასიკური თერაპიული და არა თაღლითური ხო არა არა ქართულში ვაბო იმაზე რომ გავაფორმო და ის გავიკეთო ის არ ხოგეს არა სულთა თერაპიული ეგეთიც ნანახი გვაქვს გაკეთებული ქონდა და ის გავაფორმო ხო უშვილობისთვის შვილი მინდა გამეჩინა და სამი შვილი ნუ აბაჟი ხო სოფლიო ჩემპიონები ყოველთვის ვიქნებით აქ ტიტულს ვერავინ ვერ წაგვართმევს და თული თემები და ვერ დაუშლი ხა ბადონვალიკო ჩვენი გადაცემის დასკვნის ნაწილში აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კიდე ერთხელ ვამბობ რაც უფრო კომუნიკაბელურია, რაც უფრო აქტიურია ფედერაცია და ამ ხრივ დგავს ნაბიჯებს და მის თქვენ აღნიშნეთ რომ პირველ რიგში ნებისმიერ ფედერაციაზე იქნება სათამაშო სახეობის იქნება ინდივიდუალური აქ დამეთახმებით მნიშვნელობა არ აქვს ეს გუნდური იქნება ინდივიდუალური იქნება ეს არის თქვენთან გადასთან მაქსიმალური თანამშრომლობა და უშუალოდ ეს საკმაოდ ისეთ ინტეგრირებულ პროცესში და ხო მთავარი ეგ მთელი ეს საკონძო ფიგურა არის გუნდის ექიმები ხო? გუნდის და ნაკრების ექიმები ხო? დახმარე პერსონალი ხო? სამეცნიერო პერსონალი ხო? ბანოვალიკო, აი ამათი ტესტირება, გადამზადება ან რაღაც, აი თქვენი მიმართულებით თუ ხდება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცალკე პროგრამა. ცალკე პროგრამა. ექიმებისთვის ცალკე გვაქვს სერტიფიკატები უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენ უკვე რამოდენიმეჯერ გვაქვს ჩატარებული სერტიფიცირებულები. ეს ვიცი კარგად, მაგრამ აბადიეთ იმ დონეზე ვარ თუ არ მისული, რომ ავკრძალოთ ამ სერტიფიკაციის ქონის გარეშე ექიმის მოღვაწეობა და მუშაობა ამათო აი ნახეთ. უკვე ისეთი არის ლოგიკური კითხვა ბანოვალიკო. რა თქმა უნდა, ეს აი სწორედ ამ სერტიფიკატების რო ვაძლევთ ჩვენ იმიტომ დავიწყეთ ამათი გაცემა რომ
აი ამის მიხედვით თუნდაც როგორი ტყვიან ისეთ ჯერ თქვა არა ჯერ ბოლომდე რო არ არის ჩამ აქედან ეს რეგულაციები უნდა წამოვიდეს სამინისტროდან უნდა წამოვიდეს ფედერაციებიდან თუნდაც უფრო მეტად ფედერაციებიდან თვითონ ფედერაციები უნდა იყვნენ დაინტერესებული რომ აი თქვა წამყვან ადგილებზე და სადაც ვის არის ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ მაღალი კლასის სპორტსმენებთან აქვთ ურთიერთობა ხო და ვისაც თქვა სახელმწიფო ხელფასუხდის მოდი დავარქვა თავის სახელი ნაკრების წევრები არიან ისინი არის ესეთი აი თქვა ჭიდაობაში სახელმწიფოში საჩვედი წარმატებები გვაქვს და იქ უნდა ხელფასი უნდა აიღოს ესე იგი ეს თუ აქ თუ ეს ადამიანი თქვა თქვა აგზავნილი ნივთიერებებით არის ეს ხო სულ დახარჯული თანხაა ხოტყვილა იღებს იმას იმ თანხას არა ესე იგი აქედან გამომდინარე ექიმებადება სწორად უნდა მართონ ამიტომ ესეთი ისინი აქ იცით აი ამ მომენტზეც ვიდის რომ ამ მომენტზეც ვიდის გესვით ისა რომ სახელმწიფოსაც ვიცავთ იმისგან რომ თქვა მათ უზარმაზარი თანხებს ხარჯავენ თითო სპორტსმენის მომზადებაში იმიტომ რომ აქ იგულისხმება შეკრებები, ხელფასები, ყვება, რა ვიცი, 1000 რაღაცა იმიჯი და თავის ლაფის დასმა მოყვება აქ ეს უკვე საკითხებია რომელიც ეთიკურ ნორმებს ეხება. მიერ უმძლავრეს ესე ძერჟავას აზანზარებს ხო და იმას და ჩვენ გაქვს რისავს რა აქ თუ ერთი პატარა სახელი თუ გაგითხდა მე მინდა გითხრათ ღვთის მადლით აი ეს ჩვენი პატარა ქვეყანა არის პირველ 50 ქვეყანაში შესული ანტიდოპინგური იმის მიხედვით რომელსაც იმდენი მიმხელა მიღწევები აქვს რომ ესე იგი კონტროლის ქვეშ ვართ ესე იგი ჩვენ აი სადღაც 39 თუ 38 ადგილზე ვართ ჩვენ აი ამ 50 ელში გამარჯვებების ოქროს მედლების და იმების ყოველ წელიწადს და თან უფრო წინ მივიწევთ ხოლმე და რაც უფრო წინ მივიწევთ ვით უფრო გვიმკაცრებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ გვავალებენ ამ ტესტირების იმას რა ქვია გაზდას აქედან გამომდინარე ჩვენ ერთი მხრივ რო წინ მივდივართ მეორე მხრივ კონტროლსაც გთხოვენ ბანომალიკო ისე ვიცი რომ ცოტა ისე რაღაცა არ ჟღერს პროფესიულად მაგრამ მაინც ისე კალკურად აი 10 თვალიანი სისტემით აი რამდენ ბალად შეაფასებდით ამ 20 წლიანი პერიოდის მანძილზე აი თქვენი ამხელა უზარმაზარი შრომის შედეგს ანუ რამა ხედულებაში თქვენგან გაწეულს კი არა აი ხედულებაში მაგ ამ შემთხვევაში მეორე მხარეს დამოკიდებულებით 7 ბალზე არის ამოსული რომ 7 და 8-მდე მეთხეოს უკვე გითხრათ რომ აი ბოლო 2 წელია 7 ბალზე თითქმის ამიდან ჩვენ ბიუჯეტს დაეთყო ესა როგორც კი გაიზარდა და მინდა გითხრათ რომ როგორც კი ბიუჯეტი გაიზარდა და ჩვენ ტესტირებები გავზარდეთ იმ წუთში გაიზარდა დადები სამწუხაროდ ტესტზე ჩავარდების შემთხვევები ანუ აღმოჩნდა რომ ეს არის და ჩვენ ამაზე სირაკლე მოსავით თავ ქონდა ჩაყოფილი ქვიშაში როგორც ჩანს. იქიდან გამომდინარე რომ არ იყო ეს ისინი. ეს დადებითი შედეგია. მე მინდა გითხრათ რომ მე თვითონ კონცეპტუალური მიდგომა მინდა ჩვენი ორგანიზაციაზე ზოგს გონია რომ ჩვენ ვართ დამცავი ორგანიზაცია თქვა ხო ბევრი სხვა შორის ხო ასე არის ჩვენ რაც უფრო ნაკლები გვექნება ჩავარდა უფრო მე კარგად ვუშაობ და ასე შემდეგ და მე მინდა გითხრათ რომ პირიქითა ამიტომ ჩვენ არ ვართ დამცავი ორგანიზაცია ჩვენ შეგვიძლია კონსულტაცია გავუწიოთ ჩვენ რა თქმა უნდა შემდეგ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ იმ ჩავარდილ პიროვნებს იმიტომ დღეს დავა შეიძლება. გესმით აი თქვენ რაც თქვით რომ წეღან აი შეიძლება არის ორი მომენტი. წინასწარ განზრახვა და დაუდევრობა. და წინასწარ განზრახვას თუ ჩვენ რაღაც დასაბუთებით მოუხსნით. უკვე ის 4 წელი კი არ იქნება, 2 იქნება. ან შეიძლება ნუ მეტი რა გეხარა. არა, არაფერი, ნუ ისე იყავით ხიზლად რა ბუნებრივია და კიდე ერთხელ ვიმეორებ არ ჭირდება უკვე უამრავი მაგალითი ვერავის ვერ მოათხოვით პირდაპირ გეტყვით მე ხა ბადონპალიკო უბრალოდ უღერხულ გომბრებაში არ ჩავდი და ის აი ზუკაცრავად და იდიოტი ვსილდება კიდე ქართულ ლიტერატურაში სხვა შესატყვისი ახალი მოსაგონი ამ ულამაზეს ენაში ქართულ აი იდიოტიზმზე მაღლა როდგა სხვის სინჯებს რო აგზავნით რა ცოტა გამოფხიზლდით და რაც შეეხება ტრიაქს და ლოთობას ხო ბოდიში და აი ყველას უკაცრავად სარი უთხრია
ოღონდ დაანებეთ სპორტს თავი და დაანებეთ ახალგაზრდობას და დაანებეთ ამ თაობას თავი და ასეთ მაგალითების მიცემას, იმიტომ რომ არც ერთ თქვენთაგანს და მით უფრო ეს ცნობილ და გამოჩენილ სპორტსმენებს ეხება თქვენი თავი არ გეყუდნით, თქვენ ხართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენი ერის და სახელმწიფოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს. ბატონი ბალიკო, ჩვენი განთქმული დასტაკარი ეს გახლავთ ეს იერარქიით უმაღლესი წოდება, რელსის ქვეშ დავდებ თავს და გეტყვით, რომ არა ამ უკეთესობილესი ადამიანის პატრიოტიზმი ბატონი ბალიკო დღეს პარიზის, მადრიდის, ბერლინის ან მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი იქნებოდა. მან საკუთარი თავი გადაცვალა თქვენ ქვეყანას თავის სამშობლოს. თქვენ კი დაუფასეთ მხოლოდ ერთი რამ, ის არასოდეს არაფერს არ თხოვს, გარდა იმისა, რომ მისი ნამოღვაწარი, რომელიც უშუალოდ არის თქვენ საკეთილდღეოდ მიმართული და არა მისი პირადი და მისი პირადი ოჯახის, უბრალოდ დაუჯერეთ, უგდეთ ყური, რამე თუ ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი მთავარი რამ. სწავლა სიბერემდე და სწავლობენ მხოლოდ წესიერი და პროფესიონალი ადამიანებისგან. ბატონო ბალიკო, ღერძელობა და წარმატებები მინდა გისურვოთ და ჩვენ რაღაცა 2 თვის შემდეგ ამ მეტად მნიშვნელოვან გადაცემაში შევხვდებით. ქალაქურად რო ვთქვათ, ყველა ამ კითხვას სვავს, რატოა იქ ქვეყანაში, სადაც შეიძლება პირობითად ფუტბოლში 100-ჯერ მეტი 100-ჯერ ნაკლები დატვირთვა იყოს 100-ჯერ მეტი ტრავმიანობა. აი ამ ზუსტად ამ თემებზე ბატონი ბალიკო გასრაძე დათო ხარაბაძე ჩემი ფანტასტიკური ბიჭია, რომელიც უფრო კიდე შეიძლება დავჯერდ და ერთად იმას ძალიან ჩემი მოწაფე და ძალიან წარმატებული ექიმია და ძალიან მიხარია რომ ესეთი კარგი ექიმი დადგა და მას ბევრი სიკეთე აქვს. კი, თქვენი არაერთი აღზრდილი, იგივე თემური ხვედელიძე, რომელიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებს გუნდებს კალბურჩი, ძალიან კარგი ეროვნული ნაკრების ფეხბურთში მოკლედ. აი ამ თემებზე ბატონო ბალიკო ჩვენ ასე დავთქვათ რომ სავარაუდოდ ასე 2 თვის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს და მსმენელს საკმაოდ საინტერესო ბევრ ამას მივასვით. დიდი მადლობა.